ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული შედეგები და ალცჰაიმერის განვითარება ერთმანეთთან დაკავშირებულია. ასეთია ემორის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული 18-წლიანი კვლევით მიღებული მონაცემები. შედეგები გავლენიან ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც კვლევის ავტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეისწავლეს 65 წელს გადაცილებული 27 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია, საიდანაც 3 მილიონამდე ალცჰაიმერით იყო დაავადებული. ისინი იმ ქალაქებიდან იყვნენ შერჩეული, სადაც ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად რთული მდგომარეობაა. საბოლოოდ ადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებების, ელექტროსადგურების, სამრეწველო საქმიანობის, ტყის ხანძრებისა და ნამწვის შედეგად გამოყოფილი ჰაერში არსებული თვალით უხილავი მიკროსკოპული, თუმცა მყარი ნაწილაკები აღწევს ფილტრებსა და გულს სისხლძარღვთა სისტემაში. კვლევის ავტორების თანახმად ჰაერის დაბინძურების გრძელვადიან ეფექტს შეუძლია არაერთი ქრონიკული დაავადების გამოწვევა, მათ შორის გულს სისხლძარღვთა კუთხით, ასევე ინსულტის, ჰიპერტონიისა და ფსიქიკური აშლილობის, რაც საბოლოოდ ალცჰაიმერის დაავადების რისკებს მაქსიმუმამდე ზღვის. ამასთან, ამ დაავადების განვითარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო ინსულტ-გადატანილ პირებს შორის. რედინგის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, რომელიც ამ სამეცნიერო ნაშრომის ავტორთა შორის არის, კვლევისას არსებობდა გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლეს მხოლოდ ღია სივრცეში, მავნე ტოქსინების გამომწვევი წყაროებიდან შორს, არა კონკრეტული მისამართების, არამედ საფოსტო ინდექსების მიხედვით, თუმცა ამას არსებითი გავლენა საბოლოო შედეგზე არ მოუხდენია. მანვე დასძენა, რომ მთლიანობაში კვლევამ ცხადყო, რომ ჰაერი, რომლითაც ადამიანები წლების განმავლობაში სუნთქავენ, ტვინის დაბერების პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად 55 მილიონამდე ადამიანი ალცჰაიმერით არის დაავადებული. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაბერებასთან ერთად ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს. დაავადების ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზის შესაკავებლად ექსპერტები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლების მინიმუმამდე დასაყვანად და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. ევროკავშირმა ამ პრობლემასთან საბრძოლოდ კონკრეტული სამუშაოების გატარება, მათ შორის საწვავის მაღალი სტანდარტების დაწესება, ავტოპარკის პერიოდული განახლება, გადამუშავებად ენერგიაზე გადასვლა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაიწყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთიანი საგზაო რუკის მიხედვით მიზნად დასახულია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა 2040 წლამდე 50%-ით შემცირდეს.